იყო ერთი მობინადრე, რომელმაც სასტუმრო კალიფორნია პირზე ღიმილით დატოვა. დატოვა რა? გაასვენეს. აუტანელია უკვე ან გაჩერება პორტიემ. გამარჯობა, здравствуй. И прощай, дорогой. მე მივდივარ უკვე აქედან. აუტანელია აქ ყოფნა და გაჩერება. სად? რა შენი საქმეა? სად? სამი ქმარი მყავდა და არც ეწარ უკითხია, სად მიდიხარო? მე წავედი. ვერ წახო. რატო ვითომ, რატო მეწავალ? აი იქ წარწერას ხო ხედავ? არაფერი არ წერია აქ. ვითოქში იქნა ეწეროს მოსვლა თქვენი ნება, წასვლა ჩვენი. გამეცინა რა. ისეთი მდორე ხარისხის იუმორი გაქვს, როგორც ნომერში ჯაგრისი დამიტოვეთ იქ. რა უნდა გასო ჩვენთან კბილის ჯაგრის, ეთქობა წინა კლიენტს დარჩა. ეხლა მაგ ნომერს მიემატება კიდე კბილის ჯაგრისის 10 ლარი. აუტანლები ხართ ვიღაცა რა, საერთოდ ვინ დაარსა, ვინ არის დამფუძნებელი რა. ეს შენი ჯაგრისის ფული. ეს შენი ვითომ და all inclusive უნდა ყოფილიყო, მათი ვარ და არაფერი არ არის წყლის გარდა. ეს მაგის ფული. აი ეს კიდე დარჩენილი დღეების ფული. აი ეს აფრიკელი ბავშვების დაცვის ფონდში გადასარიცხი ფული. ეს ფული. ესეც უბრალოდ ფული და ესეც კიდე ფულის ფული. მე წავედი უკვე რა, აღარ შეიძლება რა. ზამირის გრязные деньги. ჟურნალებს ვყიდულობ. ეს სხვა საქმეა, მაგრამ ისა ვერ წახო. აგერ გაჩვენებ როგორ წავალ რა. იდიოტ ნიშასნი. აგერ განახებ მეთქი რა, დეგენერატი. ვერ წახო რა. აიმე, ნადაში კუმალა, პრესი извини, კიდე დაგიმატებ. ვერ გავდივარ. არ შემიძლია. აი, ვერსად ვერ მივდივარ, ბიჭო, რა დაგემართა? აი. აი. არ წავალ. წადი. არ წავალ მეთქი. წახო. არ წავალ. წადი. აგერ განახებ როგორ წავალ, მე მივდივარ ჩემთან ნომერში. დეგენერატი ეს. ხო თქვი ვერ წავალ მეთქი რა. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.